თბილისში უკანონო მშენებლობების პროექტების შესწავლა დაიწყო საბურთალოს რაიონის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლები დაათვალიერეს, ისინი 3 ობიექტზე იმყოფებოდნენ. კანონდარღვევით გაცემული ნებართვის შემთხვევაში შესაბამისი სანქციები ამოქმედება შესაძლოა სამშენებლო კომპანია დაჯარიმდეს ან მშენებლობა შეჩერდეს. მთელი ამ ხის მანძილზე ხალხი მიკავშირდებოდა, აპროტესტებდა და აი ამაც ყველა კონკრეტულ პრობლემულ ადგილს და ნებართვას გავილი გამგებელთან ერთად და მერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და ჩემი აზრით აქ ძალიან მარტივია სიტუაცია, ეს ნებართვა უნდა გაუქმდეს, მორჩა და გათავდა. ვინც ამის ნებართვას იღებდა და ამის ნებართვაში ფული გადაიხადა, ის რო იზარალებს, მე ნუ მოვა და ნუ მეტყვია რომ ბიზნეს აზარალებს. მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად მოვივლია საბურთალოზე ყველა ამ დაგვა შემოვლობას შევისწავლით ამ კანონიერებას და ასევე წარმოადგენთ იმ გეგმას, თუ როგორ შეიძლება ესეთი ხარვეზები აღმოიფხოს. დავათვალიერეთ კიდე სხვა შენობებსაც და იქაც მივიღეთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ოღონდ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება. როდესაც ხარ ხელისუფლებაში, შენ აუცილებლად იმ წუთას უნდა გახსოვდეს, რომ მეორე მხარეს, სადაც შენობა შენდება, იქაც ასეულობით ადამიანის ინტერესია, ამიტომ შენ გიწევს გადაწყვეტილება მიიღო დაბალანსებული, არ შეიძლება 100% უგულებელყო ერთი მხარის ინტერესები და ასე ვთქვათ, მიცე ყველაფერი მეორე მხარეს, რომლის მოთხოვნა ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია.